გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ოდეში უნდა მოვიხადოთ, რომ დაბიანებით დავიწყეთ, მაგრამ აქვს ამას გარკვეული მიზეზები, ჩვენი ტექნიკა არ არის პირველი ისეთ დონეზე, რომ ყველაფერი მოწესრიგებული გქონდეს, თვითონ პირდაპირ ეთერია და მეორე, როცა ასეთი რამის მეცნიერები და სპეციალისტები იკრიბებიან, ბევრი რამე წინასწარ უნდა შეთანხმდეს, რომ აქ ჩვენ ვილაპარაკოთ ის, რაც აუცილებელია, განსაკუთრებულია და როგორც იტყვიან, მუშაობას იწყებს მაშინვე, როგორც ესა თუ ის პიროვნება ამას იტყვის. მე ვიხსენებ 10-15 წლის წინანდელ გამოსვლებს. ამ შემთხვევაში აქ ბატონი თენგი ჯავიაშვილი გახლავთ და რამდენიმე პიროვნება ახსოვს ბატონ თენგის, როცა ვიკრიბებოდით, პირველი თემა ჩვენი იყო სწორედ ის, რომ გარემოს დაცვა, მოსახლეობის ჯანმრთელობა, იმას რას ვჭამთ, როგორი მდგომარეობა, ეს იყო უთულესი და უპირველესი საკითხი. მაშინ დუმდა ქვეყანა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ რაც დრო გავიდა, ვერ მიიღო მანის მასშტაბები, როგორი მასშტაბებშიც ეს საკითხი დასახელველია. ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხია ყველაფერი, რაზე ჩვენ მაშინ საუბრობდით და რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენლად მძიმე რამ, ბოლოს და ბოლოს ყველაფერი უნდა ითქვას, ბოლოს და ბოლოს უნდა გავერკვეთ, რომ ჩვენ რეალურად რა გვინდა, როგორ გვინდა და უპირველესად ყოვლისა როგორ მივხედოთ მოსახლეობას, როგორ მივხედოთ ჯანმრთელობას, რომ ავადმყოფების ქვეყანა არ გახდეს საქართველო, როგორადაც დღეს არის. მე აქ დაწყებამდე ვისმენდი ისეთ ციფრებს, რომ ძალიან გამიჭირდება მისი გამეორება, მაგრამ ყველაზე მძიმე და რამე უნდა ვთქვა ბატონ თენგის და ბატონ თენგი ჯავიაშვილის იცნობთ, ბატონი ზურაბ კურსიაშვილი, ექიმი, მედიცინის სპეციალობათა აკადემიის წევრი, ბატონი მარიამ კიკაძე, რომელმაც სასწაულად კარგი საქმეები გააკეთა და ამაზე ვისაუბრებთ, ბატონი გიორგი ცივცივაძე, ასევე სამეცნიერო მიმართულების რაღაც დიდი ეს აქვს შექმნილი როგორც კორპორაცია და საბჭოთა კარგ საქმეებზე არიან ორიენტირებული. ჩვენ ეს გუნდია, რომელიც მეცნიერთა კონგრესის ამ დიდი პროექტის რასაც ქვია რაც გავხადოთ საქართველოს ჯანმრთელი და პროექტი მეცნიერთა კონგრესის პროექტი მეცნიერებას პლუს საკუთრება, პლუს ფინანსები, პლუს მენეჯმენტი, პლუს რეკლამა. ეს მართლაც ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხია. მეგობრებს მინდა შემოგთავაზოთ, რომ მეცნიერთა ჯგუფში უკვე ჩამოყალიბდა და სექტემბერში ძალიან სერიოზული გუნდი, სწორედ ტელევიზია ქართული ტივით გააკეთებს განცხადებას იმის თაობაზე, რომ კვების პროდუქტები საშინლად მძიმე მდგომარეობაში აყენებს არა მარტო იმას, რომ ჯანმრთელობაზეა საუბარი, არამედ მე გაუცემული დავჭირვა პროდ ჩვენი კოლეგები და მეგობრები უფრო კულტურულად იმათ იტყვიან ამას მეცნიერულად, მაგრამ აი ასე პირდაპირ ასე ამიხსნა მე იმ დიდმა მეცნიერმა, რომელიც ამ ჯგუფშია, მითხრა, რომ კვების პროდუქტებია ქვეყანაში შემოსული და ქვეყანაშიც უკონტროლობაა სრული კვების პროდუქტებზე და რეალურად ვითომ ებრძვიან რაღაცას, მაგრამ სინამდვილეში კვების პროდუქტები ამას აძლიერებენ, ანუ ქალში აძლიერებენ მამაკაცის ჰორმონებს და მამაკაცში აძლიერებენ ქალის ჰორმონებს. კატასტროფაა ეს, რაც მე მოვისმინე, მე მარტივად ვამბობ ახლა ბატონ თენგიზე ამას უფრო აი როგორც იტყვიან ბიოლოგიური და კულტურული ენით იტყვის, მაგრამ აი რომ ვებძვით ჩვენ რაღაცას და გონია რომ და ვებძოლოთ, თუმცა კვების პროდუქტებს შემოყვა ყველაფერი ესენი და არა მარტო დღეს 13 წლის ბიჭი რომ წავიკითხე გარდაიცვალა აგერ ჭიათურაში მოსწავლე რით იმის გამო რომ მარგანეცმა ზესტაფონში როგორი მდგომარეობა ბატონმა ზურაბმა თქვა რომ კიბო გახდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე როგორც იტყვიან აი გამრავლებული და რაღაც განსაკუთრებული მასშტაბებშია მოცემული ყველაფერი ეს დაკავშირებულია კვებასთან. პირველი ნაწილი ამას ეხება, მაგრამ მეორე ნაწილი სწორედ არის ჩვენი, რაზეც ჩვენი მეგობრები ისაუბრებენ, მაგრამ მეორე ნაწილში ჩვენ უნდა გარკვეული იმედი მივცეთ საზოგადოებას, რომ ის რაც შეძლო ქალბატონმა მარიამმა და უკვე პირველი მოსავალი აიღო, როგორი ეს მოსავალი და როგორ განავითარებთ ამ ვთქვათ აი ამ პროგრამას, აი ამაზე ყველაფერზე შემდგომში. ანუ ჩვენი გადაცემა არის გავხადოთ საქართველოს ჯანმრთელი, ეს არის ყველას საკითხი, ყველას, დიდის და პატარას, ამოცანაეს, რომ ეს არის ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. მეცნიერთა კონგრესს ეს პროექტი აქვს. აი აქ ვინც ვარ ჩვენ, აი აგერ მოცემულია მიმოვიხილავთ სამწლიანი პროექტის პირველი წლის შედეგებს, პროექტის ავტორების თენგი ჯავიაშვილის, მარიამ კიკაძის, ზურაბ კურსიაშვილის, გიორგი ცივცივაძის,
ჩემ მონაწილეობით და ვსაუბრობ მომავლის გეგმებზე. მომავლის გეგმა კი ის არის, რომ საჭმელი საქართველოში უნდა გავხდეს სამკურნალო წამალი, ანუ სამკურნალო პური, ხორბლის ცილები, როგორც ეს ბატონმა თენგიზ ჯალიაშვილმა მითხრა. ბატონ თენგიზ, დავიწყოთ თქვენ ასევე არანაკლებ სენსაციური განცხადება გაქვთ. უპირველეს ყოვლისა, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ გადაცემების სერიალისთვის და აი ამ ჩემი დიდებული კოლეგების საქმიანობა ერთიათად აქტუალური გახდა არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკაშიაც რობერტ კენედის მიერ დაწყებული თქვენს კარგად გაჟღერებულ გავხადოთ საქართველოს ჯამთელი, მაგრამ იმად დაამატეს ერთი სიტყვა, ისევ ჯამთელი. ესე იგი 60%-მდე როცა დაავადებული ყავთ 1 ან 2-3 ქრონიკული დაავადებით მთელი მოსახლეობა, ეს არის არნახული რაოდენობის სამედიცინო ხარჯები ამ იმაზე, გარდა ამისა თვითონ ადამიანის უზენაესი არის ჯამთელი იყოს, მით უმეტეს ბავშვი, იმიტომ რომ ბავშვი თუ ჯამთელი არ არის, ეს არის დაწყება ოჯახი, შეიძლება ითქვას მშობლების და იმის. ამიტომ მე მინდა ქვეყნის საავადმყოფოდ ქცევა. ხო, მთელი უბედურება ეგ არის. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება ისევ დაამატოთ რობერტ კენედის ისევ ჯამთელი დავხადოთ, იმიტომ რომ ჩვენთან იყო ყოველთვის სად იყო ამდენი პესტები და სად იყო ამდენი ისინი, ყველაფერი ადგილობრივი წარმოების იყო და იყო გაცილებით სუფთა, ვიდრე ბიოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური წარმოების იყო, ორგანული წარმოების წარიზე. ამიტომ მოვიტანეთ დღევანდელ დღემდე ჩვენი ჩვენი ენა და ჩვენი მამული. შესაბამისად, მე მინდა სრულიად ახალი, აი სულ რაღაცა დღეები გაჟღერდა, რომ ის რასაც ბატონი გიორგი წივწივაძე, ბატონი ზურაბ ქუმციაშვილი მცენარეთა დაცვაში სთავაზობენ რობერტ კენედის, ეს ჩვენი პროექტია, ის წარდგინებული უკვე ამერიკაში. ამის საწინააღმდეგოდ გაკეთდა ამერიკაში RNA რიბონუკლეინის მჟავის ვაქცინები მცენარეთა დაცვაში. ნუ რა, ესე იგი რა დამემართა, იცით? პროფესიონალი ბიოქიმიკოსი ვარ და ჯერ ამიწვა სიცილი. მე მათ პრიმიტივიზმზე ვინც ეს დანერგა, მოდერნამ იყიდა უზარმაზარი თანხა ჩადო, რომ თავის წარმოებული RNA ვაქცინები შეუშხაპუნოს მცენარეს და შესაბამისად ამ მცენარე დაიცვა ამ იმაში. ეხლა მე ნება მომეცით იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის გახდეს ეს აბსოლუტური პრიმიტივიზმი დღევანდელ დღეს, რაც რომ ტაშფანდურით არ შეხვდნენ და ხდოს აღტკინებით არ შეხვდნენ აი ამ სიახლეს აბსოლუტურად, აი როგორ და ფსევდო მეცნიერებას, ეს უკვე გავუგზავნე ჩემს კოლეგებს და ყველას, რომ ეს არის ფსევდო მეცნიერება, რომელიც პრაქტიკულად მომავალი ამას არ აქვს, როგორც მე ადრე შევთავაზე ბაიერს და იმებს, რომ თქვენს მიერ 120 გენი ჩანერგილი ამ კარტოფილში და იმაში, ბაცილის სტურინგეზის და იმისი მომავალი არ აქვს, იმიტომ რომ პრაქტიკულად კარტოფილს გავსქვნი პესტებიანს და იმას და შიგნიდან ის ბაცილის სტურინგეზისი ფებზე მე ქალბატონი რო შეჭამს იმ ტოქსინს, ბაცილის სტურინგეზის ტოქსინს, იმ ბავშვს რა დაემართება, ხო, იმაზე. შესაბამისად, იქ თითი გამიქნია ის, რომ პროფესორ ჯალიაშვილი შენ გერმანიაში არ გამუშავებო. მონსანტოს დირექტორმა მათიას მაიერმა მითხრა, რომ ფანჯარასთან არ დაждდე, ჩემი თვალები გაგვიხილეო, მაგრამ ფანჯარასთან არ დაждდეო. ეხლა ფანჯარასთან დავждდები და ეხლა კიდევ ახალ რაღაცას გეტყვით, რომ ეს RNA ვაქცინა შეყვანილი იმაში მცენარეში, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ადრე ბიოქიმიაში ასპირანტურის დროს გვასწავლიდნენ, რომ ადამიანის ორგანიზმში გენომი, აი წარმოიდგინეთ, რომ ეს არის გენომი, მთლიანად გენები და ამისი მხოლოდ 5% არის ცილების მაკოდირებელი. დანარჩენს ეძახდნენ ჯანკ, ანუ ნაგავს. შეიძლება არ არის, ეგ არ ვიცოდით უბრალოდ, იმის აღიარება არ უყვართ, რომ მერტი შექმნილი იმაში არ შეიძლება იყოს ნაგავი, ხო, ეს სხვა გენები. ეხლა აღმოჩნდა, რომ 95% ამ RNA-ებისა, ეს გენებისა არის მაკოდირებელი
დაახლოებით 12-ის აბსოლუტურად სხვადასხვა ფუნქციის RNA-ებისა, რომლითაც ხდება ამ გენების ჩართვა, რეგულირება, ყველაფერი და თურმე ის ჩვენთანაც რო გადმოდის არა, ჩვენ იმაში ორგანიზმში, ისინი თურმე კიდე ჩვენ ეს სრულიად ახალი მიმართულებაა, თურმე ის სცენარიული RNA-ები აკეთებს ჩვენს ორგანიზმში გასაოცარ სამკურნალო თვისებები აქვს იმათ და იმ ვირუსებსა და იმასა აბლოკირებენ და იმაშვებიან. ეხლა უბრალოდ რომ წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით 51-დან 56,000-მდე RNA-მია მარტო ვაზში, ყურძენში. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს პრიმიტივი RNA ვაქცინას რო ვაზის ფოთოლში შეუყვანს ხალხო და იმის მაგივრად რომ დაიცვას, ეს არის როგორ გითხარი, უნატიფესი გენ შეჭიდულობის კანონი წარმოდგენა აქვს რა არის, რომ ესე იგი გენები რო ჩაერთვება ამ ქრომოსომაში, ის რა რეგულირებს, ეხლა ნელ-ნელა წარმოდგენა გვექნება აქამდე აზრი არა ვიყავით, რომ როგორ შეიძლება რომ სულ სხვადასხვა ქრომოსომებში ეს გენები რაღაცა ერთდროულად ერთვება, ერთმანეთს სინერგისტულია და ეს რაღაცა უნიკალური შედევრია, შეიძლება ითქვას ორკესტრი ამ გენებისა, რომელიც მუშაობდა როგორც აი ჩვენი დიდებული სიმფონიური ორკესტრი როა, აი ესე მუშაობს, როგორ ხა დირიჟორმა ხო იცის და ის დირიჟორი არ ვიცით ვინ არის ამ გენებისა და ამოშთა რომ ნაწილობრივ ამ დირიჟორობას აკეთებს ეს RNA-ები. რომელი ჩართოს, რომელი გამორთოს, რომელი იმასაც, როგორ დაიცვას ისინი ვირუსებისგან და იმისგან, როგორ მოუმატოს, რა მოუმატოს, ეს ყველაფერი და ეს მოდის მოდერნას ეს პრიმიტივი და ეუბნებიან, რომ აი ეს ჩვენ ახლა ამ RNA ვაქცინით სცენარებს ჩვენ დავიცა და უკვე დაიწყეს. უზარმაზარი თანხა ჩადეს, უზარმაზარი ისინი გამოყვეს ყველაფერი ეს რაც საჭიროა, რომ ეს დაინერგოს იმაში და მე დღეს ვაცხადებ, რომ ვინც ამას ხბოს აღტკინებით შეხვდება საქართველოში, ის იქნება აბსოლუტურად როგორც აი პრიმიტივზე დაბლა დონეზე და ჩვენ უკვე აღარ უნდა შეიძლება ითქვას, რომ აღარ გადავყლაპოთ ეს უაზრო ფსევდო-სამეცნიერო ისენი და ჩვენ საქართველოში გაცილებით უკეთესი, გაცილებით მომგებიანი, გაცილებით უსაფრთხო და გაცილებით თვითონ სცენარისთვის და თვითონ ჩვენი ჯანმრთელობის, რომელსაც ჩვენი ჯანმრთელობა არის ბავშვების და იმის უზენაესი, ამაზე დიდი ღირებულება, რაც არის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ხო? აი ეს ამაზე უკეთესი, რაც ჩვენი გუნდის ბიჭები იტყვიან მერე და ამას გააგრძელებენ ექიმი პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი და ბატონი გიორგი წიწივაძე, რომ მისი ოზონი გაცილებით უკეთესია და გაცილებით უსაფრთხოა და თანაც ერთდროულად იხსნება არნახული შარაგზა შეიძლება ითქვას ავენიუ, რომ ჩვენ ვაწარმოოთ იმ ფოთლებიდან უნარჩენოთ ბიორაციონალურად ნატრალური პიგმენტები, რომელსაც არნახული კოლოსალური მოთხოვნილება, რატომ? იმიტომ რომ ამ დალოცულმა რობერტ კენედიმ, რომელსაც ტექტონური სრულებები გამოიწვია, გამოაცხადა, რომ აი ეს ჩვენ სინთეტიკურ პიგმენტებს ამოვიღებთ ამიდან და ძალიან კარგი შეხვედრები ჰქონდა იმებს და პრაქტიკულად მთელი ეს დიდი უზარმაზარი კოლოსალური ფირმები მას ამოუდგენ, კორპორაციები ამოუდგენ ხარშად თქვენს, რომ ჩვენ 2 წელი მოგვეცი და ჩვენ 2027 წლის ბოლომდე ამოვიღებთ და ჩავანაცვლებთ აიმაში. აი ყველაფერი, რაც კი წითელი, ყვითელი, ლურჯი, ყველაფერი იყო ნავთობიდან წარმოებული სინთეტიკური პიგმენტები, რომელიც ბავშვებში იწვევდა არნახულ დაავადებებს და იმებს. ეს არის როგორ აი ფსიქიური ისენი უამრავი, იმიტომ რომ ის ნავთობიდან წარმოებულ ხირალური ისენი აქვს მათ, შეიძლება სტრუქტურა ერთი აქვს, მაგრამ ხირალი არის სხვა, რომ აი მარცხენა ხელით რო ჩაანაცვლო მარჯვენა ხელში, ან კიდე მარცხენა ტუფლი რო ჩაიცვა მარჯვენა ფეხზე. აი ანალოგიური აქვს, ესე იგი ხირალური სტრუქტურას ეძახი ჩვენ ბიოქიმიკოსები და ამას ვერ გააკეთებს.
სულ ყურზე დადგეს და ტრილიონები დახარჯოს ვერ გააკეთებს ამ იმას ამ ნავთობიდან წარმოებული მეებში. შესაბამისად ისმის საკითხი რომ ვირუსებს და ბაქტერიებს და მიკროორგანიზმებს სულ სხვა ისა აქვთ ხირალური ისენი ადამიანს მცენარეებს და იმებს სულ სხვა. ესე იგი რაღაცა სხვა ისენია პარამეტრები რომელთაც წარმოდგენაც კი არა აქვთ ამ ფილმებს და ამ დიდ კორპორაციებს და შესაბამისად მე ძალიან მიხარია რომ დღევანდელ დღეს ქალბატონი მარი კიკაძემ უპირველეს ყოვლისა პირველი მოსავალი აიღო და მივესალმები ამავე დროს მას რომ და ვთხოვე კიდევაც და თვითონაც ვთხოვ რომ გააკეთოს კომენტარი რომ პირველი მის ორგანულ ხორბალზე რომელიც გაიზრდება ბატონ ზურაბ ქუმსიაშვილის მეოთხეული ფაზის მქონე წყლით ექსტრაქტზე ისა ვერმის ასუქების იმაზე რომ გაიზრდება იმაში იქნება არნახული მიკროელემენტების სპექტრი და ესაც საავტორო აქვს მათ გასაკეთებელი მიკროელემენტების სპექტრი იქნება ამავე დროს პიგმენტები იქნება თითქმის სულ ყველა იმიტომ რომ ქლოროფილის გარდა მასში იქნება კაროტინოიდები ანტოციანები და ისინი ეს ყველაფერი ჯეჯილის დონეზე რომ წავა იმ ჯეჯილს რომ ლეოფილიზირებას გაუკეთებთ არა აი ეს ლეოფილიზირებული პროდუქტი იქნება კიდობანი ელექსირების ამავე დროს ეხლა ვთხოვე ქალბატონ მარის რომ ამას ერთდროულად მიეცი დღეს მომივიდა ამერიკიდან უალკოჰოლო ღვინის ბაზრის ისენი და მე ძალიან მკვახეთ უთხარი რომ თქვენ ის უალკოჰოლო ღვინო არა გაქვთ რა ჩვენ გვაქვს და გვექნება და გაუგზავნე ქვევრის სისტემაზე რომ ქვევში არ იფილტრება ღვინო ისინი ყველაფერს ფილტრავენ და მე ალკოჰოლს აცლიან შესაბამისად აქ არის უამრავი სწორედ ის 51000 ელემენტი სტრესილები უამრავი ყველაფერი რაც არის ამ იმაში ელექსირები რესვერატროლი და ისინი ეს იქნება ყველაფერი ამ გაუფილტრავ ქვევრის ღვინოში ოღონდ ამას მოვაცლით ალკოჰოლს მოვაცლით ვაკუუმ ამაუწყლებელში დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით 22-25 გრადუსზე სადაც 72 გრადუსია სპირტის აუწყლების ტემპერატურა და ვაკუუმში ეს ჩამოდის სადღაც 25-მდე და ესე იგი პრაქტიკულად ყველაფერს შევინარჩუნებ და აი ეს ჯეჯილი და ესა აი ყველას ბაბუა ვაცხადებ და ეს იქნება ყველა ბავშვის იმუნური დაცვის სისტემა და არანაირი გრიპის ვაქცინაცია და ისინი გადაყარეთ ეს ყველაფერი ნაგავში იმიტომ რომ არ აღჭირდება თქვენი იმუნური დაცვის სისტემა თუ გაძლიერდა იმ მიკროელემენტებით იმ ვიტამინებით რომელსაც აქვს ვიტამინების თვისება და ამავე დროს აი ამ რესვერატროლიდან რომელიც არის დღეს უნიშნავენ მსოფლიო ჯანმრთელობის საბჭო ქალბატონ ტესიმ გამომიგზავნა ინგლისიდან რომ რესვერატროლი ენიშნება აცვლებში რომ როგორმე ის ნეიროტოქსიური სპაიქცილა რომელთაც ამ RNA ვაქცინებით შეუყვანეს და არის უკვე 3 წელია და ვერ აღმოხორეს ეს ნეიროტოქსიურისა და უამრავი პანტაპუნქტით ეხოცება ეს ახალგაზრდები გულსიზაროვანი სისტემის დაავადებით, თავის ტვინშიაც კი ნახეს პათანატომიური გამოკვლევებით და ეს არის რაღაცა გაუბედურეს ხალხი შეიძლება ითქვას და კიდე ამისი ჩართვა, ნუ ეხლა გავცოფდი როგორ შეიძლება ამისი ჩართვა კიდე მცენარის და მით უმეტეს ღვინოში, ხო? ის ხომ სადღაც რომ გადავა იმაში და იქნება არნახული უბედურება შეიძლება ითქვას, ესე იგი წარმოდგენაც კი არ აქვს რა დონეზე შეიძლება აღრიონ ეს ღმერთის მიერ შექმნილი ეს უნიკალური ისენი. ეხლა მე მოკლედ გეტყვით რომ აი ამას თქვენ გადმოგცემთ რომ ჩვენ ონკანის წყალში წარმოიდგინეთ რომ აი ეს ანალექი ერთ თვეში არის მოხდა ეს ყველაფერი და ამიტომ თირკმელები რო არ გადიჭერდეთ ჯობია რომ ქალბატონ მარისის შეჭამოთ და დალევ უალკოჰოლო ღვინო. გადავცემ მე რა ვქნეხლე დავლიე. არა ეგ არა მესმარ. ესე იგი მე რა მინდა ვთქვა რომ მე ბატონ თენგის თქვენი გუნდის სიძლიერეს მინდა გაუსვა ხაზი მეც ნელ-ნელა გიახლოვდები თქვენ უფრო ახლოს ხართ ერთმანეთთან და მეც მომდივარ თქვენსკენ იმიტომ რომ ძალიან გავნათლდი და მე მეწოდება ყველა პოლიტიკოსი ვინც ამ საქმეებში კარგად არ არის შესული იმიტომ რომ ქვეყანა არის ის რაზეც თქვენ საუბრობთ აი ქვეყნის გადარჩენა არის ის რაზეც თქვენ საუბრობთ უბრალოდ მე მინდა ბატონი გიორგი მეუბნებოდა რომ ისეთ სასაუბრო აქვს ბატონ თენგის მან დაიწყოს და ილაპარაკოს თავში არ ვილაპარაკო ჯერ შედეგებზეო და რამდენი დრო წარმოდა დაჭირდეს იმდენიო და დიდი მადლობა რომ ეს განწყობაა. მე ვნახე უფრო ძიმე რამე, ძიმე როგორ ქალბატონი მარიამი მეცნიერების გუნდშია
ბევრი თქვენ უდიდეს პატივცემს, ყველა ამბობდა სწორია რასაც ლაპარაკობს, მაგრამ დაიქცევიო ქალბატონ მარიამს ეუბნებიან, რომ მაგითო თქვენ მოსავალს ვერ მიიღებთო და შენ მარტო ხوار ხარო იმის უკან რომ დამფინანსებლები არიან, რომ ისინი არიან და ამიტომ ნუუსმენ თენგი ჯავიაშვილს და ნუუსმენ ზურავს, გიორგის ნუუსმენ და მიეცი ეს აზოტი, მიეცი რაღაცაო და მე გამიხარდა. მან როცა თქვა რომ მე რომ გავყიდო ყველაფერი, აბსოლუტურად არაფრის ყველაფრის გარეშე რომ დავჭე, ჯერ ამ გუნდს არ უღალატებო და მე მეორე ვის მიმყიდო, მე მოწამლული საქონელია და მე როგორ შეიძლება გახარებული ვიყო ამით. ამიტომ ჩვენ ეს საუბარი გველოდება, მე ვარ ბედნიერი, ვარ ამაღლებული, იმით რომ მან ეს პასუხი გაცა. იმიტომ სხვათა შორის ისინი მას კეთილ განწყობილი იყვნენ, იმიტომ რომ ეუბნებოდნენ, შენ ხო გინდა რომ 4 ტონა მოიწვიებო, ვერ მოიწევა მაშინ 4 ტონასო. ეს გაუკეთე და ეუბნებოდნენ იმას, რასაც ქვია ქიმიკატი, რასაც ქვია პესტიციდი, ესენი ყველაფერი, მაგრამ ამ ქალბატონმა შეინარჩუნა რაღაც სასწაულად შეინარჩუნა ეს ყველაფერი და მე მიხარია და მოგილოცავ თქვენ გუნდს, რა ესეთი განწყობა გაქვთ. ერთმანეთში თქვენ, მეც მოვდივარ თქვენი გუნდისკენ, შემოგიერთებით და იქნება ძალიან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი რეკავს უკვე იმ გადაცემის შემდგომ, რომელიც ჩვენ გქონდა, აი გუშინ აგერ რამ პიროვნება, ძალიან დაინტერესებული პიროვნება, როგორც ერთი ბატონ სურავს ესაუბრა, მე ბატონ გიორგის ესაუბრა, ვიღაცა ამბობს მე მაქვს 30 გექტარი დათესვა მინდა, ჯეჯილი მინდა, ის მინდა, ყველას გაუჩნდა ეს სურვილი, ვიღაცას ის გვინო უნდა, თქვენ ხართ ის გუნდი, უნდა გადაწყვიტოთ, ვინც ამაში ფულს ხედავს, იმას არ უნდა მივეხმაროთ, ვინც გულით მოდის და გულიანად უდგება ამ საქმეს და ფიქრობს იმას, რომ ამ გულით თუ ჩავდეთ ამ საქმეში, მე იქნება ფული და ვინც ფულს უყურებს ამ საქმეში, ის ადამიანები უყავენ ქვეყანას. და ამიტომ მე მაინც გულია რომ გულიანი ადამიანები ერთი სიუჟეტი შეიძლება ჩავთო. ბატონ თემურაზ, თქვენ წინვალე სიტყვა თქვით, ბავშვების ჯანმრთელობა შემიფასეთ, რამდენი ტრილიონი უჯდება მშობელს, რომ ჯანმრთელი ბავშვი ყავდეს, ხო? ყველაფერს ხო გაყიდის. მილიონებს ხო დახარჯავს, ოღონდაც ბავშვი ყავდეს ჯანმრთელი. მაშინ რა არ ჯობია რომ პრევენციაზე წავიდეთ? გეთანხმებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აი ქალბატონ მარიამთან დაკავშირებით მოიძებნა ორი პიროვნება, სხვა შორის ბატონი ამ შემთხვევაში როგორც კახა შენგელია, ასევე ბატონი გოჩა წასოხოვი აღმოჩნდა, რომელსაც უთხრეს, რომ სუფთა იყოს, ის იყოს და არ იქნება 4, იყოს 3, იყოს 2, მაგრამ იყოს სუფთა და იმათი კარგია რომ ასეთი ისინი არიან და ბატონმა კახამ კიდე სასწაულია ეს მე ალბათ მეორე ნაწილში ვისაუბრეთ, რომ რასაც ის აკეთებს თავის ეზოში 100-მდე ჯიში, რომელიც პრაქტიკულად გადაშენებულია, არ არის აღდგენილი იქნება და როგორც მინიმუმ 1 გექტარზე შეიძლება რომ დაითესოს, ეს შემოდის სასწაული რამ, აი პური სამკურნალო. ამას უნდა დაუდგეს ყველანი გვერდით, აი თქვენი გუნდი, აი მე ყველას მინდა უთხრა, ვისაც ოდნავ ქვეყანა გიყვართ, ვისაც ოდნავ თქვენ, ისე კი არა ზეპირად. მიდით შეფთით, ელაპარაკეთ, ნახეთ. აქ არის სასწაული რა, სასწაული მე ამიცი მე ქალბატონ ნინა ჟვანია გაერკვა იმაში ექიმი. ჩაბიძის იმაში გაუცებული ლაპარაკობდა ორჯერ ამერიკა და მითხრა რომ ეს ასასწაული ხალხია, მე მზადვარ რომ თელი სააკინო საზოგადოება დავრაზმო ასე იყოს და თქვენ შეიძლება კი არ გჭირდებათ ეს, მაგრამ კარგია რომ ადამიანები ასე ეწყობიან ხო ამის მიმართ, რომ ჩვენ რეალურად ის რასაც გჭამთ, ამით ჩვენ ვიღუპებთ. რეალობა ეგ არის ეს. მოწამლულია ქვეყანა. ყველა ევროპაში უკვე ყველგან გელაპარაკებიან რომ რა სჭამთ საქართველოში ასე, საქართველოს თურქეთ გელაპარაკებოდა. ჩვენ კატასტროფული მდგომარეობა 1000-ჯერ მეტი რომ იქნება, რა ქვია, საზამთროში ნიტრატი, პესტიციდები, ნიტრატი 1000-ჯერ მეტი. ხალხო, ეხლა 2-ჯერ მეტია ცუდი თურმე და იმ კაცმა როგორ თქვა, ეს სახთან არ მიიტანოთ ახლოს, სახთან არ მიიტანოთ, სახში არ შეიტანოთ და ჭამს ამას ხალხი, ხო, რეალობა ხო, იღუპება ხო, ქვეყანა გული არა გვაქვს, სული არა გვაქვს, როგორ შეიძლება ეგეთი რამე, როგორ შეიძლება ამ ოჯახებში სიკეთე იყოს, რომლებიც წამლავენ, ესე იგი, პესტიციდებს იყენებენ, ჰერბიციდებს იყენებენ, შავიამას იყენებენ, რაღაცები, როგორ შეიძლება ამ ოჯახებში იყოს სიკეთე ასე ნაშოვნი ფულით. პესტებზე ერთი ძალიან მოკლე პატარა ჩანართი პესტებზე ბატონ თემურაზ ამერიკის სენატში 2 ჯგუფი ერთმა შეიტანა
ბილ კანონმდებლობა, რომ პეისტების მწარმოებლები განთავისუფლონ ყოველგვარი ვალდებულების პასუხისმგებლობისგან, რომ თუ დააზიანა პეისტმა ვიღაცის ჯანმრთელობა, ესენი პასუხისმგებელი არ არიან. როგორც ვაქცინებზეა გაკეთებული უკვე ბაიდენის დროს. ეხლა მეორემ გააკეთა და ვფიქრობ, რომ ეხლა რომელი წავა იმაზე, მეორემ შეიტანა, რომ ყველა პეისტების მწარმოებელი პასუხისმგებელი იქნება თუ დაზიანდა ბავშვები და ეს. აგაშენა რა ვიცი ბატონ ზურაბ თქვენ ისეთი რამეები გაქვთ მოგესალმებით მადლობას მოგახსენებთ მოშორების მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს აი ბატონო თენგის თქვენ ახლა ისაუბრეთ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობაზე და მე მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ გაუმეორო იმიტომ რომ ამას ყოველთვის ვიმეორებ საქართველოში რეგისტრირებული არის 1030-ზე მეტი პესტიციდი და ეს არის პრაქტიკულად ქვეყნის ტრაგედია ამის გარდა საქართველოს ყოველ ჰექტარზე წლიური მოხმარება არის 5-6 ჯერ მეტი ვიდრე საშუალო მსოფლიო მაჩვენებელია. საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი არის 2.2 კილოგრამი, ხოლო საქართველოს მოიხმარს 10 კილოგრამზე მეტს. ეს არის საერთოდ უკონტროლოდ ხდება ეს ყველაფერი. ამის გარდა აი ახლა რაზეც ბატონმა თენგიზმა ისაუბრა ეს RNM ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობაში ეს კიდევ ერთი უბედურება არის სოფლის მეურნეობაში იმ გენ ინჟინერიის შემდეგ და გაცილებით უფრო ვარესი იქნება ეს რაც შემდეგ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს ტელევიზიით აცხადებდნენ რომ საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდებოდა მწვავე ონკოლოგიის, ანუ კიბოსაც ეძახიან 7000 შემთხვევა. დღეს ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია და ამას ჭირდება სერიოზული დაფიქრება და მიხედვა და მე მახსოვს ერთ-ერთი მინისტრი წლიურად ფიქსირდებოდა 7000 მწვავე ონკოლოგიის ახალი შემთხვევა ყოველწლიურად საქართველოს ახალი შემთხვევა ხო და დღეს ეს მე მგონი 15000-ს და წინა მინისტრი გამოდიოდა ცოტა ხნის წინ და გვეუბნებოდა რომ 7 მილიარდი დავხარჯეთო მკურნალობაშიო და აი აქედან თუნდაც 2-3 მილიარდი პრევენციაზე რო დაიხარჯათ ხომ ჯობდა და აღარ გვეყოლებოდა ამდენი დაავადებული პაციენტები. აი ჩამოდიან უამრავი უცხოელი სტუმარი ჩამოგდის, დელეგაციები ჩამოდიან, დავატარებთ საავადმყოფოებში, ქუჩებში, სხვათა შორის აი ჩვენ შევეჩვიეთ, ჩვენი საზოგადოება შეეჩვია იმ მდგომარეობაში ჩვენ ცხოვრობ და უცხოთვალით დანახული სულ სხვა არის. აი უცხოთვალით დანახულის გამო ისინი ჩვენ გვეუბნებიან თელიერი ავათხარ თუ რა გჭირდო. იმიტომ რომ ხედავენ სავსე საავადმყოფოებს, სავსე აფთიაქებს, ყოველ 50 მეტრში აფთიაქია, უკონტროლოდ იყიდება ეს წამლები და რა ხარისხის წამლებია ეს კიდე ცალკე თემა არის. და აი ესეთ მდგომარეობაში ვცხოვრობთ. ამ დროს, როდესაც ყველაფერი ეს გამოწვეული არის აი პესტიციდებით, აი დაშქამული საკვებით, რომელსაც ჩვენ ყოველდღე გამოვიყენებთ და ეს არ არის პერმანენტული, ეს ხდება ჩვენ დღეში რამდენჯერმე ვიკვებებით, ყველა საკვებში არის ეს პესტიციდები, არის საღებავები, არის სხვადასხვა დანამატები და განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არიან პატარა ბავშვები, რადგანაც ჩვენ უფროსები არ ვიყენებთ იმ საშინელ საკვებს, რასაც ქვია ფერადი კამფეტები, რომლებშიც სავსე არის ეს ხელოვნური დანამატები, ეს ნავთობისგან წარმოებული სინთეტიკური პიგმენტები. რაზეც ჩვენ გვინდა კი, ყველაფერი და ჩვენ გვინდა რომ გადავიდეთ არა ამ სინთეტიკური პიგმენტებიდან უკვე აგერ რამოდენიმე კომპანიამ და ამერიკამაც გამოაცხადა რომ გადადიან ნატურალურ პიგმენტებზე რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის არის სასარგებლო და აი ეს რაც დღეს ჩვენთან იაფასიანი კამფეტები იყიდება და სხვათა შორის გამოფენილი არის ხოლმე დახლებთან ისეთნაირად და ისეთ სიმაღლეზე რომ პატარა ბავშვმა დაინახოს თვალები და მშობელს შემდეგ ეხვეწოს რომ უყიდოს და ყიდულობენ მშობლები აი ამას უამრავ მშობელს მინდა კიდევ უთხრა რომ ნუ დაატარებენ ამ თავიანთ ბავშვებს იმაზე ამ ყოველწლიურ რაღაც გრიპის აცრებზე და ასე შემდეგ. ეს კიდევ უნგრევს მათ იმუნურ სისტემას. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავაზობთ საზოგადოებას ბიოორგანულ წარმოებაზე სოფლის მეურნეობის გადასვლის, რაც ინდოეთის იგივე არაერთხელ გვითქვამს, რომ სიკიმის შტატმა გააკეთა და თუ საქართველოს გადავა ამ სისტემაზე, ეს იქნება პრაქტიკულად გადატრიალება ჯანდაცვის სისტემაშიც, ჯანმრთელობაშიც და ზოგადად ქვეყნის განვითარებაშიც, ეს ეკონომიკურადაც ძალიან მომგებიანი არის. აი ახლა ქალბატონმა მარიმ, რაც მიიღო ის მოსავალი
2.7 ტონა გამოვიდა ჰექტარს. ეს ცოტა ნაკლები მაჩვენებელია, აი დაშხამულით რასაც აკეთებენ, მაგრამ საოცრად კარგი მაჩვენებელია, იმიტომ რომ დაშხამულზე მოყავთ 5-6-7 და მას კი ბატონო, მოყავთ. მე რა არა, აქ ახლა ნახეთ, იმ დაშხამულს ის რამდენად ყიდის მერე, იმის ფასი არის დაახლოებით 75 თუ 80 თეთრი, ხო? ეხლა ამიტომ იმ არის რამდენად გაყიდ, დღეს უკვე რიგი დგება, მე მგონი 4 ლარად. და შეიძლება მეტადაც ავიდეს მისი ფასი და ძალიან დიდი მოთხოვნილება არის ამაზე. და აი გამომდინარე აქედან ჯამრთელი ყოველთვის ძვირიღის, მაგრამ თუ ბევრი იქნება, ფასით შემცირდება და კონკურენცია იქნება. და აი ამაზე უნდა გადავიდეს, ახლა ბევრ მწარმოებელს ეგონა რომ საერთოდ ვერ მიიღებდა ვერაფერს და ეუბნებოდა რომ ეს რაშვები დაასხის, პესტიციდი, ეს ზოოციდი. ხო, აი რო ნახოთ მაგალითად მიწას როგორ ამუშავებენ ზოოციდებით, ეს არის თაგვის საწინააღმდეგო წამალი, აყრია პირდაპირ სანამ დათესავენ. და ის შავმიწა ნიადაგი რა ფერი ხდება მონაცრისფრო, მოწითალო, მოყვითალო რაღაცნაირი საშინელი ფერი აქვს და შემდეგ უკვე თვითონ ამ ხორბალსაც სანამ დათესავენ 1000 გვარ ქიმიკატში ალბობენ, რომ მე წერი არ მიეკაროს და ისეთ ესავენ. და აქ ხალბატონო მარიმ რაც გააკეთა, სრულიად სულთან ნიადაგზე მოყოლია, სხვა შორის აგროვადები დააურღვევია და მაინც ამდენი მიიღო. აგროხევრით გვიან დათესავენ. კი, რო არ დაერღვია აგროვადები გაცილებით მეც მიიღებდა. და ეს არის მაგალითი უკვე და ესეთი მაგალითები ყოველ წელს ექნება მას. და ეს იქნება უკვე ნათელი მაგალითი მთელი საქართველოს აი ფერმერებისთვის, ვინც აი ამ დაშხამულს თესავენ. მოგესალმებით. ამოგეთ როგორც აღნიშნეთ, ამ წლებში განცხადება თუ გაქვთ რამე და მე ვისაუბროთ თქვენი მეორე ნაწილი დავუწყოთ ზიანად თქვენ რა შედეგები გაქვთ და მაშინ ბატონო გიორგის გადავცემდა, კი ბატონო შემდეგ კეთილი მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მე უბრალოდ ბატონო თენგის თქვენის ნებართვით მინდა ხაზი გაუსვა და აღვნიშნო, რომ მაყურებელს შეიძლება ხანდახან სამეცნიერო ენაზე ნათქვამი კარგად არ ესმის, ან მოისმინოს და აზრი ვერ გამოიტანოს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენ ქართველებს კარგი მეხსიერება გვაქვს. ამიტომ უბრალოდ პარალელური შეგვიძლია გავაკეთოთ და შევახსენოთ, როგორ იყო გენმოდიცირებული პროდუქტების მოყვანის სერია, რომ ამან როგორი კოლაფსი და კატასტროფული შედეგები გამოიწვია. გავახსენოთ, როგორ იყო სულ ახლახან RN ვაქცინების მთელი სერია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე წარმოუდგენელი, ჯერ კიდევ არ იციან რა ზიანი მიაყენა. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ეს ადამიანზე არ იმუშავა და ეს RNM სამკურნალო სცენარის გამოადგება, ისეთივე უტოპიაა. მით უმეტეს თუ ჩვენ ვიცით, რომ აი კოსმოსი ათვისებული არ არის. ამ დროს მის შემეცნებას ეძახიან იმას, რასაც ვიზუალურად ხედავენ, ან სადმე რამე ნიმუშს აიღებენ. ოკეანი არ არის შესწავლილი, 5%-ია სულ შესწავლილი და მიკრობიოლოგია არის კოსმოსზე კიდევ უფრო დიდი საოცრება, რომელიც სინქრონულად მუშაობს უზარმაზარი ორგანიზმი, კაცმა არ იცის კიდე რა თვისებებს გამოავლენს. ამიტომ ჩვენ უბრალოდ პარალელად შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ როდესაც ესეთი დიდი შეცდომები უკვე დაშვებულია და ჩვენ ეს ვიგემეთ, ამაზე უარი ვთქვით, ეხა კვების რაციონში იმის მიღება, რაც არ გავიკეთეთ ვენაში, რაც არ მივიღეთ გენმოდიცირებული პროდუქტებიდან, ეხა უკვე თვითონ კულტურები ვწამლოთ, არის აბსოლუტურად უტოპიური. მით უმეტეს, რომ ეს RN სისტემა, ანუ აცრა თუ რასაც ეძახიან მკურნალობა, ზუსტად არის ადამიანის იმ ნაწილიდან მოგონილი, რომელმაც ეს კატასტროფული შეცდომები დაუშვა. მე უბრალოდ პარალელს ვიტყვი, რატომ ჯობია ოზონი. ოზონი არ არის ადამიანის მოგონილი. ოზონი ბუნება, ოზონის გარსი რო გვიცავს, ამაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ოზონი არის უბრალოდ პროცესი, რომელიც მოვიხმარეთ, უბრალოდ ჭექა ქუხილი ვაქციეთ ტექნოლოგიად. და ამას ვიყენებთ, ანუ ჩვენ არ ვერევით ბუნებრივ პროცესებში, არ ვიგონებთ ახალს, უბრალოდ ბუნებრივ პროცესებს ვიყენებთ ტექნოლოგიურად. ეს არის უგანსხვავება. ამიტომაც ოზონის ტექნოლოგიის გამოყენება ამ ახალ მიმართულებებთან შედარებით 10 თავით წინ დგას და უბრალოდ ჩამოგითვლით რაში მდგომარეობს. პირველ რიგში, როცა საუბარია მარცვლეულის თესლის გაღვივებაზე, ან ოზონით გასუფთავებაზე,
ეს აძლიერებს სინთეზს, ეს კარგად მოქმედებს კვებით ღირებულებაზე, იცავს ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოებისგან, სპორებისგან. ამავე დროს ოზონი არ არის მდგრადი შხამი. ის მალე გადადის ჟანგბადში და არ ტოვებს არანაირ ანარჩენებს. ასევე არანაირად უარყოფითად არ მოქმედებს კულტურაზე, პირიქით. იქ იწყება სტრეს პროცესების გააქტიურება, რომელიც დადებითად აღვიძებს კულტურას და უფრო მდგრადს ხდის დაავადებების და დაძაბულობების მიმართ. Plus გარდა ამისა, იზრდის მოსავლიანობას, ანუ უფრო კარგი ხარისხის არის, უფრო მეტი მოსავალი მოდის და რა თქმა უნდა, უფრო დიდი ხანი ხდება მისი კონსერვაცია, ანუ შენარჩუნება, შენახვა. ეს არის მთელი სპექტრი, რომელიც ოზონი ემსახურება, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი პროცესიდან ამოღებული მიგნებაა. ამიტომ ჩვენ ახალს არაფერს არ ვიგონებთ, ჩვენ არ ვეჭიდავებით ბუნებას, ჩვენ პირიქით ვიყენებთ მის საშუალებებს და როგორც ხედავთ ძალიან კარგი შედეგები გაგვაჩნია. ამიტომ ერთი ხაზი მინდა გაუსვა უბრალოდ რომ ყველა მიცოდეს რომ არც ერთ უცხოელს არ უხარია სხვისი წარმატება. დღესაც აი ბატონ თენგიზმა თქვა რომ მიდის ბრძოლა შხამქიმიკატების გამოყენება არ გამოყენებაზე. ეს ხო ბიზნესი იყო. ეს ბიზნესი ისე დონეზეა აწეული 3.5 მილიონი ტონა პესტიციდი იწარმოება და იყიდება ყოველ წელს. ეს არის დაახლოებით 50 მილიარდ დოლარამდე. ყოველწლიურად 50 მილიარდ დოლარის მოგებას არავინ არ დაგითმობს ესე მარტივად. მიუხედავად იმისა, რომ 13 ტრილიონამდე ზარალი მოაქვს. ესეც მაგათი დათვლილია. ეს დაითვალა FAO-მ, ეს დაითვალა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ, ეს დაითვალა მსოფლიო ბანკმაც კი. რა ზარალი მოაქვს, როგორც გარემოზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე, რა ხარჯები, რა ფარული ხარჯები და ასე შემდეგ. ამიტომ პესტიციდები და შხამქიმიკატების გამოყენება რო უკვე მავნებლობაა, ზუსტად იმაზე მეტყობებს, რომ გაჩნდა ახალი ორგანიზაციები, რომლებიც გარემოს იცავენ. და რაში გამოიხატება მათი დაცვა? შექმნეს კონვენციები, პროტოკოლები, ოქმები, კანონში გვიწერია, რომ ვალდებულები ვარ ჯანმრთელი ვიყავდეს ჩვენი მოსახლეობა. რეალურად კიდე რა ხდება? რეალურად ხდება, რომ გვახდევინებენ ჯარიმებს. ჯარიმა შეიძლება კარგი მექანიზმია რაღაცის პრევენციისთვის, შეჩერებისთვის, მაგრამ რეალური შედეგი იმას არ მოაქვს. იმიტომ როცა შენ ანავადდები, ანაბინძურებ, ჯარიმას რო გადაიხდე, ეს არაფრად არ გიშველის. შენ მოგიწევს კიდევ უფრო მეტი თანხის გადახდა, რომ ჯანმრთელობასაც მიხედო, ან გარემო გამოასწორო. ამიტომ გადასახედია უამრავი მიდგომები, მათ შორის საკანონმდებლო, მათ შორის ჩვენ ქვეყანაში. იმიტომ რომ ჯანმრთელობა არ არის მარტო საკვები, ჯანმრთელობა არის წყალიც. წყალი როგორც ამ შხამების და შხამქიმიკატების მიგრანტი და მან კიდევ უფრო რთულად აგვაქვს საქმე და საერთოდ ეს თემა სახელმწიფომ უნდა აიღოს პოლიტიკის ცენტრში. იმიტომ რომ წყალი და საკვები ეს არის ყოველდღიური ჩვენი მისაღები, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მაგალითად ვიტყვი, რომ ისეთი სტრატეგიული ობიექტის გადაცემა უცხოელზე, როგორც არის წყლით მომარაგება, არის ჯერ ერთი საშიში. ჩვენ შეიძლება ერთ დღეში გავწყვიტონ სულ ქალაქის მაცხოვრებელი. მეორე მხრივ კი ჩვენ ვიძახით, რომ წყლის რესურსების მართვის პოლიტიკა ისედაც არასწორად მიდის. და მაგალითს გეტყვით, აი ჩვენ ხო გვინდა ევროპული ქვეყანა. ევროპაში მაგალითად ბრიტანეთში უпростоრეთ უკვე აღარ ევროპაში წყალს 270 მახასიათებელზე ამოწმებენ. ანუ ის გადის ხარისხის კონტროლს. ისევე როგორც ევროპაში. გერმანიაში ამ წყლის კონტროლს ახორციელებს 8000 ორგანიზაცია და 7-6000 ორგანიზაცია აწარმოებს ამ კვლევებს. ანუ 15000 ორგანიზაცია ეხმარება კვლევასა და კონტროლში, რომ წყალი იყოს მაღალი ხარისხის. მოდი პარალელი ავიღოთ რა ხდება საქართველოში. 55 მაჩვენებელზე მოწდება მარტო თბილისში. სულ 3 ქალაქი გვაქვს: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, სადაც ასე თუ ისე წყლის 270.
ჩვენთან 55. 55-ზე. ეს ქალაქში და ქალაქგარეთ 15 მახასიათებელს. ანუ პრაქტიკულად ერთი მხრივ პრობლემა არ არის, იმიტომ რომ არ მოწმდება, მეორე მხრივ კანონით ჩვენ ვითომ გვიცავს და წყალს ღებულობთ სარგებლად. ისევე როგორც საკვებს. წყლი 70% მიდის ირიგაციაში. იმაზე აღარ მაქვს საუბარი, როგორი ძვირი გახდა წყალი. დღეს წყალი არის ნომერ პირველი პროდუქტი, რომელიც უკვე ბენზინზე, ანუ ნავთობზე უფრო ძვირი ხდება. ეს არის მე ამ თემაზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ, მაგრამ ამით ამ მომენტში შემოვიფარგლოთ, რომ ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია დადნობიორი თქვენ გაქვთ რაღაც საკითხები, რომელზეც ცალკე უნდა ვისაუბროთ. კი ბატონო, ხო. ისე როგორც ბატონ ზურაბთან იყო და ძალიან ბევრი ვინმე ძალიან პაღვფილი დარჩა და ასე უნდა გავაკეთოთ ბატონ თენგისთან კიდევ ვაპირებ ძალიან ბევრი რაღაც იმას, ასე ერთობლივიც, მაგრამ ცალ-ცალკე მიმართულებები ძალიან კარგი იქნება. ამიტომ მაყურებელს უბრალოდ ეს მინდოდა ხაზი გამესვა, რომ მახსოვრობა აქვთ, გაიხსენონ რა მოგვიტანა ვაქცინებმა, გენმოდიფიცირებულმა პროდუქტმა და რომ საქართველოში არის ისეთი ტექნოლოგია, რომელიც მულტიმიმართულებით შეიძლება ეგეთი ტექნოლოგია სხვას არ აქვს. ყველგან არის ერთ ტექნოლოგიაზე ერთი პატენტი და ერთი მიმართულებით. ეს არის შერჩეული ისეთი ტექნოლოგია, რომელიც დივერსიფიცირებულად 80 და გარემოს დაცვის თითქმის ყველა პრობლემას აგვარებს. ამიტომ ვიყოთ უბრალოდ ბედნიერები, რომ ქვეყანაში გვაქვს ხელმის საწვდომი, ყველაზე მაღალ რენტაბელური, დიდი მნიშვნელობის ტექნოლოგია და გამოვიყენოთ ისევე, როგორც ევროპელები იყენებდნენ ამას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ახლა ჩვენ რა ვიცი, თავარი შესავალი ამოვწურეთ, ახლა ქალბატონ მარიამს ვთხოვოთ, აბა გითხარით, როგორ არის შედეგი? იყოს რა ისა? კი ბატონო, კი. ამ ქალბატონ მარიის სამთი. კი ბატონო, კი ბატონო. ნუ შედეგი არაჩვეულებრივია, როგორც დავუშვათ ჰერბიციდების გარეშე, ნიადაგის სუფთა, ორბალის სუფთა. ეს კარგი იყო, ხო? ნიადაგი არა, რა თქმა უნდა, მწირი იყო. ნიადაგიც და ყოველგვარი დაგვიანების ერთი თვინახევრის დაგვიანებით დაითესა. ამიტომ გექტარზე მოვიდა 2 ტონა და 700. სამი კულტურა იყო დათესილი. 2 კულტურა 2 ტონა ავიღე და 100 მეტი ვერ ავიღე, მაგრამ წითელი დოლი 2 ტონა და 700. ნუ ეს არის არაჩვეულებრივი შედეგი ამ კუთხით, რომ დავუშვათ ყოველგვარი ჰერბიციდების გარეშე და აზოტის გარეშე მოვიდა ეს მოსავალი ამ რაოდენობის. ნუ ხარისხი რა თქმა უნდა არაჩვეულებრივია და როგორ გითხრათ, აგერ მეცნიერები ყველაფერი ითქვა. და მე დიდი სურვილი მექნებოდა თუ შემომიერთებოდნენ და ეს გადაითესებოდა დიდ ფართობებზე, რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი მოგებაც იქნებოდა თავისთავად და ჯანმრთელი პროდუქტი დამზადდებოდა როგორც ჯეჯილის სახით მწვანე სისხლი და დავეხმარებოდით ბავშვებსაც და დიდებსაც, ვინც არის პატრიოტი, ცნობიერად ქართველი, ეს ვალდებულიც არის ეს საქმე გააკეთოს, გააგრძელოს. და ამით წავაწინ. ეხლა მარტო ეს არ არის, იცით რა არის? აქედან რჩება დავუშვათ ნარჩენი, რაც არის დამტრეული მარცვალი. აქედან შესაძლებელია ქათმების ფერმაც გაკეთდეს, საქონლის ფერმაც გაკეთდეს და ვაწარმოოთ ჯანსაღი პროდუქტი. როცა ჩვენ ამას ჯეჯილზეც შეგვიძლია, ჩვენ ვისაუბრეთ, ჯეჯილზეც შეგვიძლია გავზარდოთ ეს საქონელი იქნება დავუშვათ ქათამი იქნება, ნუ კვერცხის ხარისხი, ხორცის ხარისხი იზრდება. ამიტომ ძალიან დიდ მოგებასაც მოიტანს და ხალხის ჯანმრთელობას უპირველეს ყოვლისა, რაზეც ჩვენ მუშაობთ პირველ რიგში. მე კალბატონი მე მაქვს შეკითხვა, მე კი ვიცი, მაგრამ აკურობულმა რომ იცოდეს, რომ თქვენ ბატონი თენგიზი დაჟინებით გთხოვდათ, რომ კი ბატონო, კარგია მიწის ნიადაგის ანალიზი, მაგრამ მე მინდა ფოთლის ანალიზი. თქვენ ყველაფერი გაკეთებული გაქვთ. ნუ აქ არის სახეზე ნამდვილად გავაკეთეთ ყველაფერი, ეხლა უკვე ხორბალზეც გავაკეთებთ ანალიზებს და ნუ შევაჯერებთ მე და ნახოთ, გავაცნოთ მაყურებელს. კი ბატონო, კი ბატონო. უბრალოდ ყოვლისა ქალბატონ მარიის კოლოსალური საქმე გააკეთა საქართველოსთვის ეროვნული საქმე, რომ დააწმუნა, როგორც ბატონ ზურაბმა ბრძანა, რომ დააწმუნა, რომ მოსავალი მოდის. ეხლა ამ მოსავლის მიღების გაზდა
შეიძლება კიდევ რამოდენიმე ინოვაციური ტექნოლოგიით და კონკრეტულად როგორ დღევანდელ დღეს აი ეს რაც დიდი ფირმები თავაზობენ რომ აი რაც ბატონ ზურაბმა ბრძანა რომ თვითონ მარცვალს თეს ახორვენ რაღაც ტოქსიურ იმაში რომელიც ის იცავს დაუშვათ გარკვეულად იმისგან. ეხლა ჩვენ ამის საპირისპიროდ შეგვიძლია რომ ხორბალი ეს აღმოცენება რომელიც მინიმუმ 2 კვირა ჭირდება თუ არა შემისწორეთ 2 კვირა ჭირდება დათესვიდან ამოსვლამდე როდესაც პირველი ფესვები გადის და პატარა ის ამოიწვერება, ისა შესაბამისად აი ეს 2 კვირის მანძილზე მას ერჩის ყველაფერი რაც კი ნიადაგშია, შესაბამისად იმისათვის რომ აი ამ ორგანული ხორბალი, ქართული ხორბალი, ქართული უნიკალური ჯიშის ხორბალი ჩვენ გარკვეულწილად გაუკეთოთ დაცვა მე ვთავაზობ ბატონ მარის პირველ ყოვლისა ბატონ ზურაბის მიერ წარმოებული წყლით გაჯერდეს იმ აღმოცენებამდე სადღაც თუ იმას 49-55% ჭირდება სადღაც 40%-მდე რომ დაახლოებით ეს 2 კვირა შევაფციროთ 2 დღემდე ეგ ერთი მეორეც ერთი დათესვის წინ ეს ჯერ კიდე არ არის აღმოცენებული და არ დაზიანდება აღმოცენების წინ მას გაუკეთოთ შერევა ვერმის ასუქის რომელიც არის შავი ოქრო შავი ისა და იმასთან ერთად დაითესოს რომელიც შეაც არის უამრავი მიკროორგანიზმები რომელიც დაიცავს თქვენ ქართულ ხორბალს რომან გურუა რეკავს და ვეთმიაგერ ბატონ რომან პირდაპირ ეთერში ვარ და უყურეთ გადაცემას საინტერესო რომია და მე დაგირეკავ ჩემთან დიდი მოკითხვა რომ მადლობა და აი ამ კუთხიდან თქვენ შეგიძლიათ ქართული ხორბლის გამძლავრება გარკვეულწილად შეამციროთ ის პერიოდი რაც არის ეს მე საფრანგეთში გაუკეთე ფრანგ ბიოფერმერებთან ცხოვრობდი 5 წელი და იქ აუწყეს ყველაფერი მათ და ძალიან კმაყოფილები იყვნენ აი ამ კუთხიდან რომ მათ შეძლეს როგორ შენ რას ქვია ახლა იქ 2 კვირა თან წვიმა მოვა თუ არ მოვა თუ როგორი სიმშრალი აქვს ნიადაგს და იმას და უამრავი პრობლემები აქვს ხოლმე თუ არ მოვიდა წვიმა კიდევ უფრო მეტი შეიძლება ხანგრძლივი იყოს თუ მშრალია ნესტ იღებს იქიდან ხო შესაბამისად აი ეს აი ამ კუთხიდან შემდგომში როცა თქვენ ჩემი თხოვნა იქნება რომ სადოთ ეს ყველაფერი ამავესთანავე დღევანდელ დღეს უკვე შემოვიდა რომ გაღივებული და არა პირდაპირ მარცვალს არაძლევენ ქათმებს რატომ? იმიტომ რომ გაღივებული მარცვალი თითქმის ესა შეთვისების უნარი უფრო ძალიან მაღალი აქვს და შესაბამისად ქათმები ძალიან კმაყოფილები არიან აი ამ საკვებით ცოტაც სჭირდებათ და მეტი შეთვისებაც არის და რაც თავარია რომ რაც მინდა შემდგომ ყველაზე უმთავრესი რაც არის რომ ბავშვებისთვის კეთდება სპეციალური სეგმენტი რომელიც იქნება აუცილებლად ის პიგმენტების სავსე ჯეჯილი საახლობით 7 დღეში ესაც სწორედ აი ამ პროცესით მოხდება ოღონდ აქ ბატონი ზურაბს მე ვთხოვე და მისი ოქროს ხელები და ბრწყინვალე ტვინი ამას უეჭველს მოაბავს თავს და გააკეთებს ისე როგორც მსოფლიოში ყველა საუკეთესო მიდგომა იქნება ტექნოლოგიური რომ ეს ვერტიკალური ფერმაში ეს პირველი ნაბიჯებია ბატონი ზურაბის ამ იმაში და იქ უკვე ბევრი რაღაცები მან ძალიან კარგად ნერგავს ახალ სიახლეებს რომელიც მე მინდა ვთხოვო რომ აი ეს ყველაფერი ოღონდ აქ თვითონ ჯეჯილის მოყვანა ნიადაგზე ან სათბურში ძალიან ბევრ პრობლემებთან არის დაკავშირებული ვინაიდან თვითონ ჯეჯილის მერე მოყვანა იქნება ძალიან პრობლემური შესაბამისად მე ვთხოვ მაყურებელს და ვისაც სურვილი აქვს რომ იმაში არა უპირველეს ყოვლისა უკეთესია რომ ვერტიკალურ ფერმებში ბატონ ზურაბს ამოუდგენ ხარში და ბატონ ზურაბი როგორც გააკეთებს ვერტიკალურ ფერმაში ისე გაკეთდეს ეს ისენი რატომ იმიტომ რომ ჩვენ აქ გავაკეთებთ ასეთი იმით რომ
ფესვთა სისტემასაც გამოვიყენებთ შემდგომ ისევ ჭიაყელები გადამუშავებენ, ისევ იქნება ის მიკროელემენტების ყველაფერი, ეს იქნება გენიალური და ის იქნება აგრეთვე სასუქი აი თქვენთვის იმაზე. გარდა ამისა მე კიდე მინდა დავამატო ერთი ძალიან საინტერესო ისა რომ არის თესთა ბრუნვა ხომე და იონჯის თესვა მაგალითად იმაში აუცილებელია რომ იონჯა არის აზოტომაფიქსირებელი ბაქტერიების კოჟრები აქვთ ამ იონჯის ფესვებზე და ისინი არ ნახულად 2 წელს ყოფნის ხომი აზოტის რა აზოტის ის გინდა როცა თვითონ მცენარე გიკეთებს თანაც ნიადაგს აღიდგენს აზოტით იმაშვება და შემდეგ ის რო ჩახნას და იმაზე იმ ჩახნულზე დაითესოს ეს ყველაფერი აი ამ ახალი ტექნოლოგიით იქნება მოსავალის მაღალი უფრო სწრაფად იქნება და რაც შეეხება იმ თაგვებსა და იმას, იქ რამოდენიმე კატარო გაუშვათ, არა? ბუნებრივი დაცვა იქნება გენიალური. კატები ისე ჩაახრამებენ იმას, იმ თაგვებსა და იმას და უამრავი კატები აქვს, მთელი ისა თბილისი გავსებულია და გაუშვით იმაში რა, მაპატიეთ. ბატონ თენგიზ, ჩავეჭრები ამ საუბარში და ქალბატონს ვთავაზობ, რომ რეაქტორში სადაც ინახავენ, აუცილებლად გამოიყენეთ ოზონი. იმიტომ რომ ის იცავს არა მარტო მწერებისგან და დაავადებებისგან დაახლოებით თქვენ შეიძლება ხორბალი 36 თვე მოგიწიოთ შენახვა და თქვენ იქნებით აბსოლუტურად გარანტირებული რომ სტერილურ გარემოში დააკონსერვეთ თქვენი მაღალღირებული, მაღალი ხარისხის პროდუქტი და ის ასევე დაიცავს მას ხელმოხელებით. და ეხლა კიდევ ერთი გავაგრძელებ რომ აი თქვენს მიერ ის სეგმენტი რომელიც იქნება მხოლოდ ბავშვების იმუნური დაცვის სისტემის გაძლიერებისთვის აი იქ ჯეჯილში აი ეს ბელასტიკური კონე გრიადენები რომელიც არის საკამოოდ პრობლემატური ყველა ბავშვის და ყველა იმ ადამიანისთვის და აი ამათი შემცირება ხდება 47%-ით იმ ჯეჯილში და ეგაც ბედნიერებაა თქვენთვის რომ და ამავე დროს ჩემი მოგზალებული თხოვნა იქნება რომ ამ ჯეჯილთან მიოფილიზირებული ჯეჯილის თან ერთად უალკოჰოლო ქვევრის ღვინო და ბატონი ზურაბი ამისი მაესტრო არის იმიტომ რომ ისა შავზღვაშიაც კი აძველებს და ეს ნაწილი აი ის ქვევრის ღვინო რომელიც გაუფილტრავი იქნება აი გაუფილტრავი ღვინო და რო წაართვა თქვენ ისა ეს იქნება იქ იქნება რესვერატროლი და უამრავი სხვა ელექსირები და აი ეს უალკოჰოლო ღვინო და ჯეჯილი მე გარანტიას გაძლევ რომ ბავშვების იმუნური დაცვის სისტემა იმდენად ლაური იქნება, მათი ტვინები და მათი განვითარება ინტელექტურად ისეთი კარგი იქნება, რომ სულ ყველა თქვენ სურათს ჩამოკიდებს ყველა სკოლაში. პროცესს როგორი თქვენ ამ პროგრამას როგორი ინდუსტრია ჩამოაყალიბა? ბატონს კომენტარი, ჩემი ოპონენტი არის ბატონი. ბატონო, ესე იგი, აი ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ბატონო თენგიზმა დაუკავშირა ერთმანეთს პური და ღვინო რისი ქვეყანაც ვართ ჩვენ რეალურად და სიცხვილი იქნება რომ დაშხამული და უხარისხო გქონდეს ჩვენ ეს ორი პროდუქტი და სოფლოსმა დავანახოთ რომ შეიძლება დაუშხამავი და ესეთი მაგალითად ეს ორი პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენ თემ სოფლის მეგონი საქართველოს უნდა ქონდეს ამაზე პრეტენზია. ჩვენ ბავშვებს რა თქმა უნდა ბავშვებს უალკოჰოლო ღვინო, მაგრამ ალკოჰოლიანი უფროსებს ისიც სამკურნალო იქნება. ისიც ჩვენ აქცენტს მარტო ბავშვებს ალკოჰოლიანი თქვენი ბავშვებს. ყოველთვის ვაკეთებთ აქცენტს ბავშვებზე და უალკოჰოლო ღვინოზე, მაგრამ სანამ მოვაცილებთ ალკოჰოლს, ის ალკოჰოლიანი ღვინოც იქნება სამკურნალო უფროსებისთვის, რა თქმა უნდა, ზომიერად თუ მიიღებენ რა თქმა უნდა. და აი ეს ორი პროდუქტი უნდა იქნას ყველანაირად სახელმწიფო დონეზე ხელშეწყობილი საქართველოში და არა ისე როგორც დღეს ხდება, იშხამება ხორბალი, იშხამება პური და ადრეს მithkomებზე ხელს გავიმეორებ რომ ჩვენ მოსახლეობას რომ ვაჩვენოთ თავიდან ბოლომდე ტექნოლოგიური პროცესი როგორ იწარმოება დღეს ქართული პური მე მგონი მოსახლეობის 2/3 აღარ შეჭამს პურს საერთოდ და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ამიჭამია პური ხო აი აგე მაგალითი ამისი და ამიტომ უნდა როგორმე მოვაწესრიგოთ რომ შევქნათ სამკურნალო პური და სამკურნალო ღვინო საქართველოში. რასაც აგერ ხალხი მარიამი ბატონო გიორგი
რაც აკითხვა. მე უბრალოდ მალყურებელს ვეთქვი, რომ მეცნიერთა კონგრესში ბიოლოგების, აგრონომების, ექიმების და ფიზიკოსების და სხვა ტანდემი ძალიან კარგად მუშაობს. ამიტომ ჩვენ ერთიანი ძალებით ნამდვილად ვაძლიერებთ ერთმანეთს. ყველაფერზე კვლევა არ შეიძლება გაკეთდეს ერთი მიმართულებით, როცა ესეთი გუნდი არის, აქ ბევრი რამე უფრო მარტივად წყდება. ამიტომ რომ ჩაერთოს ამ საქმეში, ჩვენ შეგვიძლია რომ სექტორი, რომელიც ითვლებოდა საშუალო ფენისთვის და აუცილებელი ქვეყნისთვის, ეს სექტორი ვაქციოთ მდიდარ სექტორად. ანუ ქართველი საშუალო ფენა იქნება მდიდარი. ამის თქმა მინდოდა. მადლობა. გამოდო მარია, თქვენ როგორ უყურებთ? შემოთავაზებები, რა თქმა უნდა განვახორციელოთ, რაც უპირველეს ყოვლისა, ეს არის მთავარი. რესურსი არის შექმნილი ამისთვის. არის არაჩვეულებრივი შედეგი დადებული. თუ მიუყვებით ამას და ხარს დამიჭერს და მაგში ეჭვიც არ მეპარება, როგორც აღნიშნა ბატონმა გიორგი, გვეშველება. ნამდვილად ქართველებს. მე რაც ვიცი ახლა გარკვეული იმით რომ პურის ხორბლის მუზეუმი იქნება საქართველოში მალე. ამაზე ძალიან სერიოზულად ფიქრობენ ის პიროვნებებიც ქალბატონმა და ეს ნეობრივი ადამიანები არიან და ძალიან სასიამოვნო ეს. მე როდესაც ერთხელ ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩაარტყეს ქალბატონი მარიამი და აქ თბილისში ქონდა შეხვედრა გარკვეულ მეცნიერთა ჯგუფთან, მაშინ მეც ვესწრებოდი ამას და რა ვქნაო ასე მდგომარეობაში ვარ. მე ვთხარი ნახევარი ტონა რომ მიიღო არ წახვიდე კომპრომისი. დანარჩენი მე ვიცნობ ბატონ კახას, მე ვიცნობ ბატონ გოჩას, ზნეობრივი ადამიანები არიან და გამორიცხული ჩვენ დღეს გვაქვს ოქროხეთში. ნამდვილად ასე. რომელსაც ბევრი ვინმე ვერ ხვდება. აქ კითხვა რეთმა მეცნიერმა თქვა რომ ეს 4 ლარი და 5 ლარი კი არის 15 ლარის პარგლებიაო, იმიტომ რომ ასეთი ხორბალი თუ კარგი მიწა აქვს ვინმეს ოდათესოს ის ბედნიერი იქნება და ესე იგი ღმერთთან იქნება მართალი ისეთ რამეს თესავს თავის ეზოში და ძალიან კარგია რომ გაუძლო ყველაფერ ამას და ისევე ვიცი რომ აი ბატონმა კახამ ამ რამდენიმე ხის რომ უთხარით რომ ეს სამწლიანი პროექტია რაზეა და მაგრამ მე აბსოლუტურად არაფერი არ მინდა ვთქვა, მე პირიქით მეხმარებია იმას ჩავიდა შეხედავ იმას ხა კავკასიის უნივერსიტეტის რექტორია და მსოფლიო უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს პრეზიდენტია და საოცრად დიდი ინფორმაცია აქვს და ესე იგი გადაწყდა რომ თქვენი მონაწილეობით სექტემბერში, როცა სწავლა დაიწყება სექტემბერში, ოქტომბერში, იქ უნდა ჩატარდეს პრეზენტაცია იმ პროექტისა, როგორ განვითარება მიეცემა ყველაფერ ამას და ვინც დაინტერესებული იქნება, ყველა უნდა იყოს მოწვეული და ბატონმა კახამ ისიც კი უთხრა რომ დროულად რომ დავიწყოთ ეს, აი ხლა როგორც აიღებ მასალა, იმას როგორც კი აიღებ დავამუშავოთ ეს ნიადაგი, ყველაფერი დავიწყოთ აგვისტოდან, მოულა პატრონობა ყველაფერი არის ასეთი აგვისტოში მოჩასკაწყობა და ძალიან ბევრია რომელიც ამას ეკავს, მაგრამ რომელიც გვირეკავს და გვეუბნება რომ აი როგორმე და რაღაცა და ჩვენს ჩავხდეთ. მე ვეუბნები ყველას რომ აქ არის გუნდი და იმ გუნდმა უნდა გადაწყვიტოს ვის ექნება კარგი წინააღმდეგობა. მე არაფერს არ ვწყვეტ, მე არ მაქვს არავითარი წინააღმდეგობა. ქალბატონმა მარიამმა თქვა რომ მე რომ დამჭირდეს რომ ყველაფერი გავყიდო, მე შევიძენ ყველაფერ ამას, რომ ამ ხორბალს მე უბრალოდ არ დავანიავებ, რომელიც აი ესე გადავყევი და თქვენი ოპოზიციაც ეს არის, რომ ეს ხორბალი არის დღეს ყველაზე დიდი სიმდიდრე, რომელიც თქვენს გუნდს აქვს, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად სუფთა ყველაფერისაგან თავისუფალი და ასეთი ხორბალი ალბათ იოცნებებდა ძალიან ბევრი ვინმე, მათ შორის აგერ თქვენ 4 ლარი რო ბძანე დაურეკა ბევრმა ვინმე და უთხრა რომ 4 ლარად მე წავიღებო, მაგრამ ფიქრობს რომ მიცეს თუ არა ეს ათესტეთი ყველა არ იქნება ალბათ რაღაც შეიძლება მე ტექნოლოგიები არ ვიცი, მაგრამ მე ბოლოში მინდა და ბოლო კითხვა თქვენ 2 წუთით რომ გააკეთოთ კომენტარი, რასაც ახლა ვიტყვი რომ მე მართლაც შემაშფოთებულად მიმაჩნია მეცნიერთა იმ გუნდის წინააღმდება რომ ასე იგი კვების პროდუქტების შემოვიდა ისეთი რომელიც ვთქვათ აი აგერ ქალში მამაკაცის ჰორმონებს ამიტარებს და კაცში ქალის ჰორმონებს ამიტარებს, მაგრამ ეს ველოდება ჩვენ ეს ძალიან სერიოზული შეხვედრა მეცნიერებთან და ეხლა დღეს ამ თემაზე არ ვსაუბრობ, თავარი მე უბრალოდ ცუდად გავხდი ამ წყალს უყურებ
რასიზმის რაუბედურება შეხედეთ პრაქტიკულად ფერი შეიცვალა. ისევე როგორც სხვათა შორის ქალბატონი მარიამის ყანას ეძახით, ხო? რა თქმა უნდა. ყანა იყო ოქროსფერი და ის რომელიც იწამლებოდა, აი ეს იყო შავი. მე ვნახე ეს ყველაფერი თვითონ წარმოგვიდგენია და ამიტომ სწორი თქვა, როცა საუბრობდა ბატონი ზურაბიო, ადამიანება უნახო, ტექნოლოგია, უის მოყანით დაწყებული და როგორ მზადდება, შეიძლება არ ჭამოთ. ჩვენ ადამიანებს პური უნდა შევაყვაროთ, მაგრამ უნდა შევაყვაროთ ის პური, რომელიც მას კი არ წამლავს, არამედ ჯანმრთელობას, როგორც აღწერია სამკურნალო პური და პურის ცილები და რა ვიცი ბევრი რა. მე მაინც მგონია ბატონს ეს არის ბოლო ჩემი ისა რომ ხომ ლაპარაკობენ ეს დემოგრაფია, ყველაფერი დემოგრაფია, ეკოლოგია, ჯანმრთელობა რაც არის, აფთიაქები გინდა, ლომბარდები გინდა, ყველაფერი ეს არის შედეგი. ეს არის შედეგი. მიზეზი არის ის, რომ ჩვენი მიწა არის მოწამლული, ჩვენი ჰაერი არის მოწამლული, ჩვენი წყალი არის მოწამლული და თუ რაიმეზე ვამბობენ რომ დემოგრაფიული მასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას კომისია. მივესალმები ყველაფერს, მაგრამ თუ რამესთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას ძალიან დიდი პროფესიონალთა მონაწილეობით და არა μόνο ქართველი, უცხოელი და ასევე პროფესიონალთა მონაწილეობით, ეს არის რომ ნახოთ რა დღეშია ქართული მიწა, რეალურად რა მდგომარეობაშია ქართული წყალი, რეალურად რა მდგომარეობაშია ქართული ესე იგი ეკოლოგია, ჰაერი რა მდგომარეობაშია და ესე იგი ნახოთ რეალურად გავაანალიზოთ კარგად რა ურთიერთობები ძლიერდება ქვეყანაში. ჩვენ გამოვიტანთ და უნდა შეიცვალოს დაფინანსება აი ჯანმრთელობის დაცვის მე მიმაჩნია რომ აი ადამიანს თავისუფლად დაფინანსება უნდა ხდებოდეს პირველ რიგში რა იმას რომ მივიდემე და გავიარო პრევენცია და ანუ შევმოწმდე. აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ღირს რომ მიხვიდი ანალიზები რომ გააკეთო. და ვიდრე მე გავიგებ რა ჭირს ადამიანს, ვერ მიდის იქ. საშინელი მდგომარეობაა. ძველ პერიოდში გახსოვთ რომ წელიწადში ორჯერ უნდა გაიგო. სამსახურიდან ხსნიდნენ ხალხს, თუ წელიწადში ორჯერ არ გაივლიდა ის შესაბამის შემოწმებას. ეხლა არის მიშვებული ყველაფერი, არის მე ვნახე ადამიანები სოფელში 20 წელია საავადმყოფოში არ ყოფილვარ. ცუდად ვარ, 10 წელია, 15 წელია რომ ვიმნები რატო? კი, უფასოა, მაგრამ რომ მივედი, იმას ამდენი უნდა, იმას იმდენი უნდა, ამას გააუცებულია ხალხი. რა ვიცი, როგორ უყურებთ ამას? ქართული მიწას არ უნდა შესწავლე, ქართული მიწა არ არის გადასარჩენი ბატონთეგის. ბატონო ზურაბ, ისევ ქალბატონ მარის ჭილში ნებას მომცემთ, რომ კომენტარი გავაკეთო. აქ ორი მიმართულებით წამოიჭრა საკითხი, ერთი რაც ბატონი ზურაბი აკეთებს ვერტიკალურ ფერმაში და მეორე არის ან საწკუში, ან მიწაში, ღია გუნდში ვაწარმოოთ ჯეჯილი დაინტერესებული ხალხი. მე ვერ საწკუში, ვერ ღია გუნდში იმ შედეგებს ვერ მიახსენს, რაც ბატონი ზურაბი ვერტიკალურ ფერმაში. რატომ ამას ალკე გადაცემა ჭირდება, ამიტომ პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ პრეზენტაციების სახით და გადაცემა მალე. ხო, არა, იქ მივიდინა საოცარი რამკეთება, საოცარი ექსპერიმენტარდება. ხო, ეხლა ძალიან საინტერესო კითხვები მოდის აი ყოველ დღე ბიჭებისგან, დამაწიოკე შეიძლება ითქვას კითხვები და ნუ მე მიხარი ენბაგებაში რომ ინტერესი არის რაღაცა ძალიან აღმავალი. აი ახლა ხან კიდევ ბატონ გიამ გახუპიძემ აგრონომმა კითხვების მთელი კასკადი გამომიგზავნა და იმ კითხვები რატომ აწყობს მე ვთხოვ იმას რომ ან სადღაც გაიხსნას ისეთი ადგილი ან ქართულ ტელევიზიაში ან იმაში სადაც კითხვები შემოვა და ჩვენ ეს გავხსნით შეიძლება ითქვას კითხვა-პასუხის იმას იმიტომ რომ ის კითხვები რაც მე 1 და 2 და 3 ის აუცილებლად ჭირდება საზოგადოებასაც რა
და ეხლა ეს პროფესიონალებმა უფრო მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო მაღალი გვექნება თუ შემოდის და აქ ყველა შეუძლია გაეცნოს, იმიტომ რომ ბატონი გია გახოგიძეს იმაში ალბათ იშვიათად კი გაუზიარებს იმ თავის პატარა ჯგუფს, მაგრამ საზოგადოება მაინც რჩება ამ პასუხების გარეშე. რომ ჩვენ დავაკვალიანოთ პროფესიონალებმა დროულად და მათ ჰქონდეთ უკვე დაფიქსირებული გარკვეული ინფორმაციები უაღრესად ახალი ტექნოლოგიებისა, რომლითაც ჩვენში გვინდა ეს ტექნოლოგიები რომ აეწყობა და წავა, ჩვენ ვთავაზობთ ბატონ რობერტ კენედის ვთავაზობთ აი იმას, რაც ახლა მოვა და იმ ანალიზებსაც, რასაც ბატონ ზურაბის მოყვანის ვერტიკალურ ფერმაში გავაკეთებთ და გარკვეულწილად თქვენი ფრაზა მინდა გამოვიყენო, იაფი ზოგჯერ უფრო ძვირი გვიდება. ეს იაფად მოყვანილი ის ყველაფერი, მაგრამ ყველაზე ძვირი ჯდება იაფი მასწავლებელია. ხო, ყველაზე ისა იაფი რატო გვიდება ძვირი, იმიტომ რომ ჩვენი ჯანმრთელობა, ბავშვების ჯანმრთელობა არის შეუფასებელია. შესაბამისად, ბავშვების ჯანმრთელობის ისევ აღგენა, ის გავხადოთ ისევ ამერიკა ისევ ჯანმრთელია, ისევ გავხადოთ ბავშვები ჩვენი ჯანმრთელები საქართველოში ეს მათი ჯიუხელი იყოს და ჩემი ძალიან მოგზაურებული თხოვნა იქნება, რომ პოლიტიკურად ქართულ ტელევიზიასთან აი ეს კითხვა-პასუხის, იმიტომ რომ ამას ბატონი ზურაბი გაცემს, ამას ბატონი გიორგი გაცემს იმერეთ და გარკვეულწილად საზოგადოებასთან კონდეს ოღონდ იმათ აუცილებლად უნდა შემოვიდეს თავიანთი გვარი სახელი რა აქვს, რომ ჩვენ კონდეს რაღაცა ეს უკვე ძალიან იმას. ეხლა მე ძალიან მოკლედ გუშინდელ თქვენს გადაცემაში, რომელსაც იყო აი გენიალური ბრძენი ადამიანები თქვენს გადაცემაში და მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ მოუწოდო მათ, რომ თხოვს უყოლას, რომ პროფესიონალები უნდა დღევანდელ დღეს ჩავდგეთ საზოგადოების სამსახურში და კინკლაობას ერთმანეთში გამორიცხულია, ვინაიდან ზუსტად ისე, როგორც წერა-კითხვის საზოგადოება ჩამოაყალიბეს იაკობ ბერძებაშვილმა ამ გენიოსმა ეს საუკუნეს გაუსწრეს, რატომ? იმიტომ რომ დაეყვალიანებინათ, გაეცნობინათ, მაშინ არ იყო ინტერნეტი, ფეისბუქი და არაფერი და შეიძლება ერთადერთი იყო, რომ როგორმე წერა-კითხვის იმით მათ გაეგებინებინათ მათთვის რა არის კარგი, როგორ არის კარგი და აი ჩვენ გარკვეულწილად ზუსტად იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ წერა-კითხვის და უფრო ნორმალური ინფორმაციების შიმშილია. იმიტომ რომ არის არნახული WhatsApp-ი pseudo სამეცნიერო რაღაცა უაზრო, დაბალპროფესიონალი კი არა, არაპროფესიონალური შემოთავაზებებით ხალხი დაიგო. რომელი როგორ რანაირად და დაავიწყდათ, რომ რა არის უმთავრესი უზენაესი ჯანმრთელობა, შედავლოცული, ხო? ჯანმრთელობა შენი და შენი ის რომ შენ შვილებს დაუტოვო ჯანმრთელი ეკოლოგიური სამყარო, ხო? აი ეგ არის ყველაფერი. მადლობა. ორად მე სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა სექტემბრის თვეში ჩვენ მოიძებნა ორგანიზაცია ბატონი გიასათიანის მხარდაჭერით, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება, რაც მინიმალური თანხებია 500 ლარი შეიძლება პოლიტიკურად გადავიღოთ 200 თუ 300 ლარი, როდესაც ტელეფონით შეგვეძლება პირდაპირ გვირეკავს პასუხობთ შემოდის შეკითხვები და რაღაც და უამრავი კითხვები მოდის თქვენს გამოსვლების შემდგომ და ხალხი მოემზადოს, რომ სექტემბერში ჩვენ ამას დავიწყებთ და ცალ-ცალკე და ერთადაც თქვენ უნდა გაცეთ პასუხი მოსახლეობის. მას იმედია, რომ ჩვენ ძალიან უნდა როგორც იტყვენ, იმ ჩაქუჩით უნდა იაროთ. იჩაქუჩი არ უნდა დოცხში წამოიღოთ და ყველასთან ჩაართათ თავში, ვისაც არ ესმის ის, რომ საქართველოში დღეს კვები რას ვჭამთ, ჩვენ ეს არის ყველაზე პირველი, როგორ შეიძლება უკონტროლოთაა ყველაფერი. აი ესეთი ისა კარგია, მაგრამ გაცილებით უკეთესია, როცა კითხვა შემოდის წერილები და როდესაც პასუხი არის აი მოძიებული, იმიტომ რომ ჩვენ ხო მუშაობა გჭირდება, რომ შეუგროვოთ მას ისინი ყველაფერი მასალები, რაც მათ ჭირდება. აი როგორი ხალხია და აი ამ პროფესია, ამ ასეთი პროფესიონალები ამბობენ, რომ
კითხვას რომ გავცეთ პასუხი, ჯობია რომ მოემზადოთ ჩვენად, რა თქმა უნდა. ჩვენთან ხო ყველაფერი იცის და აი აგერ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროფესიონალი ამ საქმის ამბობს რომ კითხვა წინასწარ მივიღო რომ მოემზადოთ, ავიკითხო და კარგი პასუხი გავცეთ. დიდი მადლობა, კარგი გაკვეთილი მოგვეცეთ. ბატონო, ეს ნამდვილად ესე უნდა იყოს, ჩვენ აი აქაც ვიკრიბებით, ცოტა ადრე მოვდივართ და ერთმანეთში ვსაუბრობთ და ვაყალიბებთ გარკვეულ თემებს. და აი ბატონო, თქვენ რომ ბრძანეთ აი ჰორმონალურ თემასთან დაკავშირებით, მინდა მე მოსახლეობას უთხრა, რომ ბოლო პერიოდში ჩატარდა ევროპაში სხვათა შორის ბოლო 100 წლის განმავლობაში კვლევა ტესტოსტერონთან დაკავშირებით ახალგაზრდებში და განსაკუთრებით ხაზს უსვავ იმას, რომ ახალგაზრდებში და 50%-ით არის ტესტოსტერონის რაოდენობა შემცირებული, რაც მოქმედებს, რა თქმა უნდა, დემოგრაფიაზეც. და ამ 50%-დან ყველაზე დიდი პროცენტული რაოდენობა ბოლო წლებში უწევს და თუ ესე გაგრძელდა, ჩვენ სავალალო შედეგებამდე მივართ დაახლოებით 30 წელიწადში შეიძლება საერთოდ გამრავლების პრობლემა დაუდგეს საქართველოს მოსახლეობას, იმიტომ რომ დღესაც კი ყოველ ახალ შექმნილ მეოთხე ოჯახს აქვს გამრავლების პრობლემა და შემდეგ საჭიროა მათი მკურნალობა, სხვადასხვა მეთოდების ჩართვა, სადაც გამოსავალი ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე და აი ეს ყველაფერი მთელი ეს პრობლემები დაკავშირებულია აი მკვებასთან, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში ხდება გამომდინარე სოფლის მეურნეობაში დანერგილი აი იმ მავნე ტექნოლოგიებით, რაც დაინერგა და დღემდე ინერგება. დაიწყო ჯერ კულტივაცია, შემდეგ დაიწყო ეს გენინი მოდიფიცირება, გენინჟინერია, სხვადასხვა შხამქიმიკატების შემოტანა, პესტიციდები და ბოლო დროს საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს და ეხლა აი ვისაუბრეთ იმაზეც, რომ RNM გარკვეული ტექნოლოგიების ჩარევა უნდათ სოფლის მეურნეობაში და საერთოდ კატასტროფა იქნება ეს. აქედან გამომდინარე, საქართველოს რომელსაც ჩვენ გვაქვს ყველანაირი შანსი იმისი, რომ ბიოორგანული სოფლის მეურნეობა გქონდეს, რადგან უამრავი წყლის მტკნარი წყლის მარაგები გვაქვს, უამრავი მდინარეები და ტბები გვაქვს, ჯერჯერობით არ არის ისე დაბინძურებული, გვაქვს ზღვა, გვაქვს მთა და ნიადაგების ისეთი მრავალფეროვნება, რომლებიც ნებისმიერ ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანას შეშურდება და ნიადაგები გვაქვს ისეთი, რომელიც ევროპაშიც კი არა აქვთ. ჩვენ შეგვიძლია რომ შევქმნათ ნამდვილად ისეთი სოფლის მეურნეობა, რომ ჩვენი ქვეყანას დავაკმაყოფილოთ, ჯანმრთელებიც ვიყოთ და უცხოეთსაც შევთავაზოთ მაღალხარისხიანი და მაღალფასიანი სოფლის მეურნეობის პროდუქცია. დიდი მადლობა. ბატონო გიორგი. ну რეზუმესავით მე უბრალოდ ვეთქვი ჩვენ მაყურებელს, რომ სოფლის მეურნეობის ყველა პრობლემა შეგვიძლია გადავწყვიტოთ ერთი ტექნოლოგიით. ამიტომ იყავით ამაყები, რომ ჩვენ ყველასთან შედარებით გაცილებით მომზადებულები ვართ, არც პანდემიების გვეშინია, არც ახალი ვირუსების, არც შხამქიმიკატების შემოტევის, შეგვიძლია ვაწარმოოთ ჯანსაღი საკვები, მიკრო-მაკრო ელემენტებით სავსე, კვებითი მაღალი ღირებულებით და არა მარტო საკვები, ღვინოც და ვიცხოვროთ ჯანმრთელად. ამიტომ ნელ-ნელა წყნარად გადმოვიდეთ ამ რაციონალურ ტექნოლოგიაზე, გარდა იმისა, რომ ხარჯები მოგაკდებათ და შემოსავლები გაგეზდებათ, ჯანმრთელობაც უკეთესი გექნება და გაგეხსნებათ ახალი მიმართულებები ბიზნესის კეთების, რომელიც სხვისთვის მიუწვდომელია. ამიტომ იქნებით კონკურენტულიანები მუდამ. მადლობა. კარგია. ბატონო მარიამ, თქვენი ბოლო სიტყვა მოგეწონათ დღევანდელი გამარჯვება უკმაყოფილო. თქვენ დიდი მადლობა. ნამდვილად. თავარმა ჩვენმა ექსპერტმა და დიდმა მასწავლებელმა. გადადგმულია პირველი ნაბიჯები, მინდა უთხრა საზოგადოებას. ამას ექნება რა თქმა უნდა გაგრძელება პროცესი მიღებულია უკვე და ამას ჩვენ გამოვიდანთ სააშკარაზე ცოტა ხანში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას ამ ყველაფერში და გავაგრძელებთ ამ კეთილ საქმეს და ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდეს. კარგი საუბარი შედგა, ხო არ გაქვთ ვინმეს დამატებით რამე? კარგი საუბარი შედგა. აი კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მეცნიერების გარეშე ქვეყანას განვითარება არ ექნება. არის საკითხები, რომელზეც უპირველესი ყურადღება უნდა იყოს, ეგ არის სწორედ ჩვენი მიწა-წყალი ხაერის სითბო, რომელსაც ჭირდება არნახული ყურადღება, არის მოსახლეობა, ადამიანია მიზანი, სხვა ყველაფერი საშუალებაა, ხელისუფლების ჩათვლით, ყველაფერი სხვა საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანი იყოს თავისუფალი და ადამიანი იყოს მიზანი. არ შეიძლება ადამიანი ვაქციოთ საშუალებად, როგორც დღეს
ეს მოხდა საქართველოში. ამიტომ ჩვენ სულად ვცვლით თავი იმას. მე ვარ ბედნიერი, რომ ამ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. ვარ ბედნიერი, რომ აი, ვთქვათ, აი ესე გავღრმავდი ამ საკითხებში და ძალიან კარგ გაკვეთილებს ვიღებ მათგან. მე სწორედ ამ ადამიანებთან ურთიერთობა მიმიყვანა ერთდასხმამდე, რომ პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და ნუ დაიწყოს მეცნიერების ერა. რომ ქვეყანას არ ჭირდება არც ქუჩის რევოლუციები, არც ქუჩის ხმაურები, არაფერი. ქვეყანას ჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება და ქვეყანას ჭირდება ინტელექტუალური რევოლუცია. ქვეყანას ჭირდება ხელისუფლება, რომელიც ხარს უჭერს ინტელექტუალურ რევოლუციას. თუ ერთი რადიკალიზაცია სიტყვა მძიმეა, მხოლოდ ერთი რადიკალიზაცია კარგი, ინტელექტუალური რადიკალიზაცია. ჩვენ მივდივართ ინტელექტუალური რადიკალიზაციის გზით. ეს ხალხი თქვენ გთავაზობთ ძალიან კარგ რამეებს, დიდი გამოცდილებით. მსოფლიო გამოცდილება აქვს 22 წელი იტალია, გერმანია, საფრანგეთში, ანუ ფრანკოს ქვეყნები რომ ქვია, სამივეში იყავით თქვენ ეს ესე იგი დიდი კარლოსის ქვეყნებში იყავით უკვე. აგერ ჩვენ მართლაც ბედნიერები ვართ, რომ აფხაზეთიდან არის და უამრავი რამ აქვს ბატონ გიორგის აი თავის არსენალში და ძალიან დიდი ურთიერთობები აქვს იმ გუნდებთან, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობენ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. ასევეა ბატონი ზურავი თავის გამოცდილებით და მე მგონი ქალბატონი მარიამი კარგი შენაძენია ამ გუნდისთვის, რომელმაც რეალურად აქცია ძალიან ბევრი რამ და ნუ აი ამიტომ აი მართლაც მაგას მიხარია რომ გიყურებთ და ქვეყანა იყოს იმედიანად რომ ასეთი დიდი ოთხეული ყავს მას. მადლობა. მადლობა. მაგრად ვიყოთ.